ძალიან ბევრის გამსმენია, რომ აი 280 евро არის ძალიან ცოტა. შეიძლება ესე ერთი პატარა ხაჭის კურზე გითხრან, რომ ეს საკმარისია და მეტი აღარ შეიძლება შენთვის. როგორც ვიცით, ჩადის მასპინძელ ოჯახში, შეიძლება იქ ვერ შეეწყოს, აი თუ მოხდა ის შემთხვევა, რომ ვერ შეეწყო ოჯახს, ან ოჯახი ვერ შეეწყო დასაქმებულ ახალგაზრდას. მე რომ დავვრეკე გერმანიიდან და ვუთხარი, რომ ძალიან მიჭირს აქ და თუ შეიძლება რომ ოჯახი გამომიცვალა მეთქი, ზუსტად ასე მითხრა, რომ ჩემი მოვალეობა იყო, რომ თქვენ გერმანიამდე ჩასულიყავით, დაივიწყოთ ეს ნომერი და აღარ დარეკოთ მეორედ აქ აღარ მომმართო. გამარჯობა, მე ვარ მარიამი და ეს არის უნი პოდკასტი. დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, დღეს ისევ ვისაუბრებთ გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობებზე, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ სტუდენტურზე, არამედ მრავალპროფილურ დასაქმებაზე. ჩვენი სტუმარი ისევ ქალბატონი ზლია. მოგესალმებით. წინა ეპიზოდებიდან ჩვენი მაყურებელი გიცნობთ, მაგრამ ვისაც არ უნახავს ჩვენი წინა ეპიზოდები, მათთვის რომ გაგვაცნოთ თქვენი თავი, რა საქმიანობთ, რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში და თქვენი გერმანიაში დასაქმების დამსვენების გამოცდილებაზეც მოკოდრა გვესაუბრეთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება თქვენი წყალობით, გაიგონ გაცილებით მეტი ინფორმაცია ნებისმიერ პროგრამაზე. და მოკლედ ჩემ შესახებ. მე ვარ ლევა, როგორც გინდათ, ისე მომართეთ. გერმანიაში ვცხოვრობდი სრული 12 წელი. სწავლობდი შტუტგარტის უნივერსიტეტში, ასევე მაქვს გოეთეს უნივერსიტეტის CO2 დიპლომი აღებული ენის და აქედან გამომდინარე მაქვს ოფიციალური ლიცენზია დავეხმარო სტუდენტებს სხვადასხვა პროგრამებით. როგორიც არის AUPAIR პროგრამა, FSJD, BFD, Ausbildung, kurzfristige Beschäftigung თუ Ferienjob. პირველი ალბათ ჯობია დავიწყოთ AUPAIR პროგრამით. რას მოიცავს AUPAIR პროგრამა? დავიწყოთ იქიდან, რომ ასაკი არის განსაზღვრული. 18 წლის ასაკიდან აუცილებელია რომ იყოს ახალგაზრდას დასრული, 18 წლის ასაკიდან მას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს AUPAIR პროგრამაში და 1 წლის განმავლობაში იყოს გერმანულ ოჯახში. ასაკი შეზღუდული არის 26 წლის ჩათვლით არის, 27-ის აღარ უნდა იყოს. თუმცა გქონია რამდენიმე შემთხვევა, დაახლოებით 1-5-6 შეიძლება გაცილებით მეტიც, როცა სტუდენტი 2-3 დღეში ხდებოდა 27 წლის, მაგრამ მოასწრო საელჩოში ვიზის აღება და წავიდა. ანუ გერმანია ამას არ ზღუდავს, შეგიძლიათ, რომ ესეთი მოკლე ვადითაც თუ კი მოასწრებთ, წახვიდეთ და იმუშაოთ, სამაგიეროდ სულ სხვა სურათი გვაქვს ავსტრიაში. გავაცნობ ახალგაზრდებს, რომ მათ აქვთ ასევე საშუალება, რომ ავსტრიაშიც მიიღონ ამ პროგრამაში მონაწილეობა და იცხოვრონ ავსტრიულ-გერმანულ ოჯახში 1 წლის განმავლობაში. ჩავამატებდი მათ სხვაობებს, სხვაობა არის ფინანსები ძირითადად და ასევე ასაკის ზღვარი, თუ გერმანიაში არის 26 წლამდე, ავსტრიაში არის 28 წლამდე. მაგრამ ერთი განსხვავება არის, ავსტრიაში როგორც კი გახდები 28 წლის, თუნდაც ერთი თვე იყოს შენი ვიზიდან აღებული გასული ხოდრო, მაშინ ეწოდება ვიზა. აღარ გაძლებენ იმის უფლებას, რომ თქვენ ეს პროგრამა დაასრულოთ. აქედან გამომდინარე, თადარიგი უნდა დაიჭიროთ და უნდა წარმოხდეს დროულად ავსტრია. თუ ვინმე სურს, რა თქმა უნდა, რომ AUPAIR პროგრამა გაიაროს ავსტრიაში, აუცილებლად ეს ასაკობრივი ზღვარი უნდა გაითვალისწინოს. და კიდევ ხო ავსტრიაში აუცილებელი არის გოეთეს თუნდაც A1 სერტიფიკატი, რაც მაგალითად გერმანია არ ითხოვს, მაგრამ გერმანიაში თუ არ გაქვს A1 სერტიფიკატი, მაშინ საკონსულოში სავალდებულოა გერმანულ ენაზე გასაუბრების გავლა. გასაუბრება ტარდება დაახლოებით A1, A2 გერმანულის დონეზე. თუმცა სასურველია, რომ ახალგაზრდა მიცოდეს გაცილებით მეტი, იმიტომ რომ ეს დაგეხმარებათ ოჯახში ინტეგრაციაზე, ანუ გაცილებით უფრო მარტივი იქნება და მით უმეტეს ბავშვებთან კომუნიკაცია. მოგიხსენებათ, რომ AUPAIR პროგრამა ითვალისწინებს ძირითადად ბავშვებთან ყოფნას,
მათთან კომუნიკაციას, გააჩნია ასაკობრივ ზღვარს, თუ არის, რა თქმა უნდა, ძირითადად ბავშვის მოვლა პატრონობით შემოიფარგლება ეს ყველაფერი, თუ ბაღის ასაკის არის დაგევალებათ ბაღში წაყვანა, მოყვანა, მათთან თამაში, ასევე გასართობ ადგილებზე მათი გასეირნება და ასე შემდეგ. თუ სკოლის მოსწავლე არის, აი ამ შემთხვევაში კრიტერიუმები გაცილებით იზრდება, სასურველია რომ სტუდენტმა ასევე იცოდეს ინგლისური ენა, ველოსიპედის ტარება, შესაძლებელია მოითხოვონ მართვის მოწმობაც, რადგან სკოლის ასაკის ბავშვს აქვს უფრო მეტი მოთხოვნილებები, აქვს გაცილებით მეტი აქტივობები და აუპაიერები ეხმარებიან აი ამ აქტივობებში, მაგალითად ველოსიპედით გადიან ერთად, სხვადასხვა აქტივობებზე მიყავთ მანქანით და სასურველია რომ გქონდეთ მართვის მოწმობაც. შეზღუდა გოგოსა და ბიჭს შორის არ არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოითხოვენ ხოლმე მდედრობითი სქესის, თუმცა ძალიან ბევრი აუპაიერ ბიჭი არის, რომელსაც ძალიან პირნათლად შეუსრულებია თავისი აუპაიერ პროგრამა და ძალიან ღირსეულად დაუსრულებია ის 1 წელი და პირიქით ბავშვებს მგონი არის რამდენიმე ისეთი ბიჭი, რომ დღემდე აქვთ ოჯახთან კომუნიკაცია და მათ შორის ბავშვებთანაც. ეხლა რა განვითარებები მოყვება აუპაიერ პროგრამას. დავიწყოთ იქიდან, რომ აუპაიერ პროგრამა ყველაზე მარტივია. ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ გიყვარდეთ ბავშვები, გქონდეთ ბავშვებთან გამოცდილება და იცოდეთ გერმანული ენა კომუნიკაციის დონეზე. ეძებთ, ანუ პროცედურა ესეთია, უნდა შეაგროვოთ, რა თქმა უნდა, მხიარული ფოტოები ბავშვებთან გადაღებული და წეროთ თქვენი ბიოგრაფია, იგივე briefed ან gastfamilia, ანუ წერილი ოჯახს, სადაც მოყვებით თქვენ თავზე, აი ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ დედა და გინდათ აიყვანოთ ძიძა. როგორ ძიძას მიანიჭებდით უპირატესობას? ანუ ფაქტიურად თქვენს თაკუთარ თავს უნდა გაუკეთოთ რეკლამა. დაწეროთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური. რა თქმა უნდა, ტყუილი არ შეიძლება, ხა თუ კი თქვენ არ ხართ ძალიან მხიარული და არ გიყვართ ბავშვები, ამას ვერ ჩაწერთ, ხო? ანუ ისედაც უკვე გაგიჭირდებათ მე აუპაიერ პროგრამაში მონაწილეობის უმეტება, იმიტომ რომ ისაც ბავშვი არ უყვარს და ბავშვთან თამაში, ეს გამორიცხულია, ვერ შედგება ეს. და მე იწყება ოჯახის ძებნა. გაისაუბრებით ერთ-ორ სამ ოჯახს, რაც გააჩნია მოთხოვნილებებს თქვენსაც და ასევე მათსაც. და რომელი ოჯახიც მოგეწონებათ და რომელ ოჯახსაც მოეწონებით, მერე დგება ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით შედიხართ მერე საელჩოში, ოღონდ რა თქმა უნდა ვიზიტი ჩავშნება წინასწარ და აიღებთ 1 წლიან ვიზას. და 1 წლის განმავლობაში აუპაიერ პროგრამა არის მხოლოდ და მხოლოდ 1 წლიანი, როგორც გერმანიაში, ასევე ავსტრიაში. მიდიხართ მერე გერმანიაში. ავსტრიას ერთი დიდი პლუსი ის აქვს, რომ შეგიძლიათ აქედან წახვიდეთ ტურისტულად, ვინაიდან საქართველოში არ არის ავსტრიის საელჩო. ჩახვიდეთ ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში, მაგრამ 90 დღის განმავლობაში აუცილებელი არის, რომ უნდა გაკეთდეს AMS-ი, ანუ თქვენი რეგისტრაცია, რომ ნამდვილად გინათ იქ აუპაიერად ყოფნა. ოჯახი, რა თქმა უნდა, მოძებნილი უნდა იყოს. პირველ რიგში იღებთ AMS, გარდა ამისა გჭირდებათ ნასამართლეობის ცნობა. დაბადების მოწმობა აუცილებლად აპოსტილით და გერმანულად ნათარგმნი და როგორც უკვე აღნიშნე, A1-ის Goethe-ს სერტიფიკატი მაინც, თუ მეტია, რა თქმა უნდა, უკეთესია. იმიტომ რომ ავსტრიაში ცოტა მეტი კრიტერიუმებია, იქ ხელფასიც მეტია, 551 евро არის თვიური ჯიბის ფული და გერმანიაში არის 280 евро, ანუ საკმაოდ დიდი სხვაობაა, იქიდან გამომდინარე სტანდარტები ავსტრიაშიც გაცილებით მაღალი არის. და ამ 90 დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ რომ აიღოთ ვიზა. უბრალოდ რა თქმა უნდა, იქაც უკვე ადგილზე ვენაში წინასწარ უნდა გქონდეთ დაჯავშნული ვიზიტი სპეციალურ ამთში. და აი მაინტერესებს აუპაირის პროგრამაში მასპინძელ ოჯახში ჩადიან, ხო? ეს დასაქმებული ადამიანები. მასპინძლის ოჯახი რა ხარჯებს ფარავს, რა ვალდებულება გააჩნიათ მათ ახალგაზრდების მიმართ და რა ხარჯის დაფრობა მოუწევს თვითონ ამ ახალგაზრდებს, ვინც სამუშაოდ მიდის. გერმანიაში მაქვე გაცილებით კომფორტულია, რადგან ოჯახი ფარავს დაზღვევას.
ნუ ეს არ არის ისეთი ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც ჩვეულებრივ გერმანელს აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ნორმალური დაზღვევა არის. ანუ ჯანმრთელობის დაზღვევა, თუმცა ზოგი ოჯახი უკეთებს ასევე haftpflichtige ხელოვნებსაც, haftpflichtige ხელოვნება ნიშნავს იმას, რომ ოჯახში თუ რაღაცა დააემტრა, გაუწყდა და რაღაცა ის დაზღვევა აუნასხაურებს. ასევე უფინანსებს ენის კურსს, ანუ თვიურად არის 70 евро, მაგრამ ეს სრულიად ყოფნის იმას, რომ ორი ნორმალური კურსი გაიაროს. რა თქმა უნდა, კურსები არის შეთანხმებული ოჯახთან, უნდა შევთანხმოთ საათი და დრო, გააჩნია ზოგ ოჯახს აწყობს, რომ თქვენ იაროთ კურსზე დილით, ზოგს შუადღის, ზოგს საღამოს გააჩნია ბავშვთან როგორ გაქვთ გაწერილი საათები. სამუშაო საათები გერმანიაში არის 30 საათი, ავსტრიაში არის 20 საათი. სამუშაო საათებს გულისხმობ. დასვენების დღე ოფიციალურად ხელშეკრულებით არის 1.5, ანუ 1 დღე და კიდევ ნახევარი, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველ დღე გაქვთ რაღაცა გარკვეული საათების რაოდენობა, როცა გაქვთ თავისუფალი და შეგიძლიათ ამ დროს წახვიდეთ ენის კურსზე, ან სხვადასხვა აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა. გარდა ამისა, ბინა გაქვთ უფასოდ, ცხოვრობთ ოჯახში, ან თვითონ ოჯახი ქირაობს თქვენთვის ოთახს, ეგეთი ოჯახებიც არსებობს, რომ აქვთ მაგალითად შედარებით პატარა სახლი და ურჩევნიათ, რომ აუპაიერისთვის იქირავონ ცალკე. ნუ ეს ერთგვარი კომფორტიც არის, ზოგისთვის, ზოგს სჭირდება მაგალითად თავის საკუთარი სივრცე და არ უნდა რომ სულ იყოს ოჯახში. გაჩნია ინდივიდუალურია რა. და კიდევ ეხლა უკვე ახალი კანონით ასევე ყიდულობენ Deutsche Ticket-ი რო ქვიათ, ანუ გერმანიის მასშტაბის ბილეთი, ანუ ეს არის ბილეთი, რომელთაც შეგიძლიათ მთელი გერმანიის მასშტაბით ასევე მატარებლითაც იმოგზაუროთ და თვითონ იმ ქალაქში, რა თქმა უნდა, ტაქსის გარდა გამოიყენოთ მეტრო, ტროლეიბუსი, ან S-ბანები, U-ბანები, როგორც ქვია, ყველგან. ზოგადად ამბობენ ხოლმე, რომ აი ძალიან ბევრის გამსმენია, რომ აი 280 евро არის ძალიან ცოტა იმისათვის, რომ აუპაიერს გადაუხადენ. მაგრამ ჩვენ თუ კი აი მთლიან თანხას შევკრიბავთ დაზღვევას, კრებას, ქირას, ენის კურსს, პლუს ბილეთს, სამოგზაურო ბილეთს, არც ისეთი ცოტა აღარ გამოდის ანაზღაურება, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის კატეგორია, რომელიც მიდის სასწავლებლად, ხო, ისინი ამ ხარჯებს თვითონ ანაზღაურებენ. და საკმაოდ დიდი ხარჯი, ანუ 1000 ევროზე მეტიც შეიძლება რომ გქონდეთ გასავალი თვიურად. ამით უმეტეს ახლა ბოლო დროს ბინები და კომუნალური საკმაოდ გაიზარდა გერმანიაში, ბენის ქირა და კომუნალური. ეხლა მაინტერესებს, ანუ ეს კითხვა გამიჩნდა, რომ თუ მაგალითად ერთი წლიანი ეს პროგრამა, როგორც ვთქვა, თუ გაიარეს ერთი წელი პროგრამა და უნდა რომ გააგრძელოს, შეუძლია თუ არა მოითხოვოს იმავე ოჯახში მაგალითად მუშაობის გაგრძელება, ან საქართველოში დაბრუნების გარეშე იქვე მოძებნოს სხვა ოჯახი და იქ გააგრძელოს მუშაობა. ეს პროგრამა, როგორც აღნიშნე, არის მხოლოდ ერთწლიანი, ფიზიკურად არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ისე დარჩე ოჯახში, მაგრამ არის სხვადასხვა გამოსავალი. მაგალითად, ოჯახი თუ ძალიან მოგეწონა და შენც მოეწონე ოჯახს, ხო? მე მქონია ესეთი შემთხვევები, რომ 3-4 წელიწადიც კი გაჩერებულან ამ ოჯახში. ოჯახი უკეთებს ენის კურსს. აი Sprachvisum-ი რო ქვია. თუ გსმენიათ ამის შესახებ, ეს არის Sprachvisum-ი, ანუ ყიდულობთ ენის კურსზე დონების მიხედვით, ხო? მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში თქო, ეს ჯდება საკმაოდ ძვირი, მაგრამ ამას ოჯახი იხდის, იმიტომ რომ ურჩევნია თავის საკუთარი შვილის ფსიქიკის გამო თუნდაც, იმიტომ რომ ის ბავშვი შეჩოულია ამ გოგონაზე თუ ბიჭზე, არ აქვს ამას მნიშვნელობა და ძალიან ბევრჯერ მივიღიათ ეს გადაწყვეტილება, რომ დავწერონ Verpflichtungserklärung-ი ქვია, Verpflichtungserklärung-ი ნიშნავს, რომ ეს ოჯახი იღებს თავის თავს ამ პიროვნების უზრუნველყოფას, უკეთებს Sprachvisum-ს და ტოვებს მაგალითად კიდევ ერთი წლით. ან არის მეორე გამოსავალი კიდე, რომ აკეთებენ FSJ-ს. FSJ-ი არის freiwilliges Jahr ქვია ამას, როცა ასე ვთქვათ, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობ
კლინიკაში, ბაღში ამ პროგრამის შესახებ ცოტა მერე შეგვიძლია ვისაუბროთ, უბრალოდ ეხლა რო გითხრათ, აკეთებენ ამ პროგრამასაც, მაგრამ ისევ რჩებიან ოჯახში და აკეთებენ იგივე ვალდებულება ეკისრებათ ბავშვების და ყველა მოყვანა რაღაც, მაგრამ პარალელურად FSJOT-ზე არ არის მაგალითად ისეთი გაბერილი საათები, რომ ვერ შეძლონ ფიზიკურად ანაზღაურებათ შესაბამისად ძალიან დაბალია FSJOT-ზე 250 ევროდან იწყება. FSJOT ძირითადად აკეთებენ ხოლმე სტუდენტები იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაძლიეს ენის ბარიერი. თორე სხვა შემთხვევაში მე პირადად FSJOT-ის გაკეთება აუპაიერის შემდეგ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჩემი აზრით წლის დაკარგვაა. თუმცა რა თქმა უნდა იმასაც თავისებური ხიბლი აქვს ისეთი კატეგორიისთვის, ვისაც მაგალითად ისე ოჯახში უნდა დარჩენა, ან ვინც ვერ მოასწრო და ვერ ისწავლა გერმანული ენა სათანადოდ, რომ გააკეთოს მაგალითად Ausbildung-ი. ასე რომ ხდება მსგავსი შემთხვევით, როცა დარჩენილან, თუმცა კიდევ ამბობ, აუპაიერ ვიზა არ არის გადაგრძელებადი, ეს არის მხოლოდ 12 თვიანი, ანუ სრული 1 წელი, როგორც გერმანიაში, ასევე ავსტრიაში. კი, აი თქვენი გამოცდილებით მაინტერესებს. ყველაზე დიდი სირთულე რა ქონიათ ხოლმე ახალგაზრდებს ამ პროგრამაში მუშაობის შემდეგ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩადის მასპინძელ ოჯახში, შეიძლება იქ ვერ შეეწყოს, აი თუ მოხდა ის შემთხვევა, რომ ვერ შეეწყო ოჯახს, ან ოჯახი ვერ შეეწყო დასაქმებულ ახალგაზრდას. ეს ცოტა დაძაბული სიტუაცია რამდენად აისახება მე ახალგაზრდებზე, ან იმ ბავშვებზე, ვისაც უნდა მოუარონ ვის მასწავლებლად ჩადიან, ხო? და როგორ პოულობენ გამოსავალს, ან თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ უკან დაბრუნებულან 1 წლის გასვლამდე. კი. ეგეც ყოფილა, რომ დაბრუნებულან. საერთოდ ვერ შეგვეებიან გერმანიას და გერმანულ სტანდარტებს. ანუ მე ზოგადად როცა ჩემთან მოდიან და მეუბნებიან, რომ იცით რა არის, გვინდა აუპაიერ პროგრამაში მონაწილეობა, აუცილებლად ჯერ ვეკითხები, რამდენად პოზიტიური და გახსნილი არის. თუ ადამიანი არ არის პოზიტიური, არ არის გახსნილი, არ არის ახალი გამოწვევებისთვის მზად, აუპაიერ პროგრამა არის ძალიან რთული. მართლა რთულია, იმიტომ რომ ეს მე გამოვცადე ჩემ საკუთარ თავზე. თან გამოვცადე ისეთ დროს, როცა არ არსებობდა არანაირი სოციალური ქსელი. ან მე მაქვს საუბარი 2000-2001 წლებზე, ჯერ კიდევ მარკები იყო იმ პერიოდში და ევრო არც იყო შემოსული. მე რა წავედი და 400 მარკა იყო მაშინ ანაზღაურება აუპაიერის. და ჩავედი ქალაქ შტუტგარტში, სხვათა შორის ცენტრში ვცხოვრობდი 3 შვილთან, მაგრამ იყვნენ შვაბები. და ძალიან გამიჭირდა, აი როგორც ჩვენთან არის, ხო, ეს გურულები, კახელები, აი ესე არის, იქაც დაყოფილი რა თქმა უნდა და შვაბები ცოტა სპეციფიკური ხალხი არის, თუნდაც იმითი, რომ არიან ძალიან ხელმოჭირნეები და აი ყველა ცენტს თვლიან, აბსოლუტურად ყველა ცენტს. შეიძლება აი ესე ერთი პატარა ნაჭერ პურზე გითხრან, რომ ეს საკმარისია და მეტი აღარ შეიძლება შენთვის. ან ზოგადად უფრო ვურჩევ ხოლმე აუპაიერად, რომ წავიდნენ ნორდ-ვესტფალენის ხარეს, იქით გაცილებით ხალხაშლია და უფრო ისეთი გულღია ხალხი არიან. თუმცა რა თქმა უნდა, ყველგან არის ცუდი და კარგი, მე უბრალოდ არ მქონდა მთლად კარგი გამოცდილება ჩემ ოჯახთან. ბავშვები იყვნენ საკმაოდ რთულები, საკმაოდ ძალიან რთულები და თან როგორც აღნიშნე, ეს ყველაფერი იყო იმ პერიოდში, როცა მე არანაირი კომუნიკაცია არ მქონდა მშობლებთან და თავიდან ძალიან გამიჭირდა. ან მიდიხარ, ყველა საუბრობს გერმანულ ენაზე, თან მაშინ ძალიან ცუდი ის იყო, რომ არ ითხოვდნენ დიდად გერმანულ ენას და ჩემმა დამსაქმებელმა ვინც იყო მაშინ, ნუ არ დავასახელებ სადაგვარს. შეიძლება ეხლაც არის და არა მაქვს მაგის სურვილი, იმიტომ რომ მე რომ დავრეკე გერმანიიდან და ვუთხარი, რომ ძალიან მიჭირს აქ და თუ შეიძლება რომ ოჯახი გამომიცვალო მეთქი, ზუსტად ასე მითხრა, რომ ჩემი მოვალეობა იყო, რომ თქვენ გერმანიამდე ჩასულიყავით, დაივიწყეთ ეს ნომერი და აღარ დარეკოთ მეორედ აქ, აღარ მომმართოთო. და ნუ ეჯილებული გავხდი მე, რომ აი ესე ძალიან მარტივად შევგუებოდი ბედს. თუმცა მთელი წელი მე მაინც არ დავჩენილ ვარ, 7 თვე მომიწია, იმიტომ რომ რასაც ქვია იმის დასამტკიცა ოჯახისთვის, რომ დამემტკიცებინა, რომ მე ვიყავი იმათზე
რაღაცით მაინც მეტი, საკმაოდ განათლებული ხალხი იყვნენ. შტუტგარტის ორკესტრში უკრავდა მამა, თან ინჟინერი იყო, დედაც ასევე წარმატებული მუსიკოსი იყო. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ცუდი ოჯახი იყო, უბრალოდ საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანები იყვნენ და ჩვენი შეთავსებობა არ მოხდა, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან ლაღი, ძალიან თბილი, თან ძალიან თბილ ოჯახში გაზრდილი, ძალიან ისეთი სიყვარულით და იმით და ძალიან არ მესიამოვნა ეს სიცივის ბარიერი და იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ ხამე ბალიშებს წრევდი და ვასვენებდი და ვაიმე ღმერთო ეს სად ჩამოვედი, რა მინდოდა აქ. და თან იცი რა იყო, ის ჰქონდათ რომ მაინც ვერ მიაღწევ. როგორ ვერ მივაღწევ, ღამებს ვათენებდი ზუსტად მაგიტო და 7 თვეში ჩავაბარე B2, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, რომ მოვიდა გამოცდის დასტური და ამ ქალმა აიღო და კითხულობდა, წერილი მან გახსნა, არ ეჯერებოდა. მართლა არ დაიჯერა, რომ ეს მე ვიყავი და ჩემი იყო. რომ მე ეს შევძელი, იმიტომ რომ წარმოუდგენლად მიაჩნდა რატომღაც, რომ რაღაცა მესამექთან, მაშინ საქართველოს დიდად არც იცნობდნენ, არ იყო ესე საერთაშორისო ასპარეზზე გასული საქართველო, რომ მე უფრო 2004 წლის მერე გაიცნეს საქართველო, რასაც საქართველო ქვია, თორე აქამდე რომ ვამბობდით საქართველო გეორგიან, ეგონათ, რუსლანდ, სტალინ და რაღაც, ძალიან ისე მოიხსენიებდნენ და ცუდად მოქმედებდა ჩემზე სიმართლე გითხრათ და მე ვიჯექი და ვხსნიდი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ენა, ანუ კულტურა და საკმაოდ უძველესი, ვცდილობდი მაქსიმალურად, რომ პრეზენტირება გამეკეთებინა. უბრალოდ როგორც გითხარით, მაშინ არ არსებობდა ესე სოციალქსელები და მე ვერ ვაჩვენებდი ვერანაირ ფოტოებს და რაღაცებს. ერთადერთი რაც ჰქონდა წაღებული, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო, იყო კელატრიშვილის დისკი. მაშინ გამატანა სხვათა შორის ომარიკო კელატრიშვილმა, უჩა პატარიძემ, ანუ ჩემი მეგობარი არის ლელა ურუშაძე, ძალიან ცნობილი ფოლკლორისტი და მისი სამეგობრო არის სტელი ფოლკლორის, ასე ვთქვათ, კორიფეები და მომწეს იმისი საშუალება, სხვათა შორის სალამურიც გემაჩუქეს და გამატანეს წასვლისთვის და კელაპტრის თვითონ ანსამბლი კელაპტრის დისკი გამატანეს, კიდევ სხვადასხვა ხალხური საგალობლები, ძალიან ბევრი რაღაცეები და იქ მოვასმენინე ეს ყველაფერი და მახსოვს ბებია იყო ერთხელ ქალის და ცისკარას მუსიკაზე იტირა. მართლა იჯდა და ტირო და მე არ მესმისო ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად გულში ჩამცდომია, რომ იჯდა და იტირა. და კიდევ აღნიშნო ერთი მეზობელი მყავდა იქ ფრაუ ლანგე, რომელსაც თურმე მეორე მსოფლიო ომის დროს ყვარებია ქართველი ჯარისკაცი. ეს ჯარისკაცი დაიღუპა და თქვენ წარმოედგინეთ, ეს ქალი დარჩა გასათხოვარი. დარჩა ამ კაცის ერთგული. და ქალმა რომ გაიგო რომ მე ვიყავი ქართველი, როცა ჩემი ოჯახის წევრები არ იყვნენ სახლში, ყოველთვის მიკაკუნებდა და შემოქონდა ხოლმე რაღაც საჩუქრები ჩემთვის. ზამთარში მახსოვს ხელთათმანები მაჩუქა, კაშნე მაჩუქა და ასევე აღდგომა დღეს აუცილებლად მიმასპინძლდებოდა ხოლმე რაღაცები შემოქონდა სულ რა. ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც იცოდა რა იყო საქართველო, რა იყო ქართული კულტურა და უყვარდა ქართველები და ამ მოხუც ქალთან, ხა სავარაუდოდ აღარც იქნება ცოცხალი, იმიტომ რომ მაშინ უკვე საკმაოდ ხანდასმული იყო, ქონდა ძალიან კარგი კომუნიკაცია და მისგანაც ძალიან კარგად ვისწავლე გერმანული. ეხლა გადავიდეთ შემდეგ პროგრამაზე, FCG, ხო? FCG, როგორც გითხარით, FCG შეუძლიათ, რა თქმა უნდა, საქართველოდანაც გააკეთოთ პირდაპირ, როგორც აუპაირ პროგრამა, არ არის აუცილებელი, რომ გერმანიაში იყოს, შეგიძლიათ აქედანაც მოიციოთ ადგილი, ოღონდ აუცილებელი მოთხოვნა არის, რომ უნდა იცოდეთ გერმანული ენა დაახლოებით და 2 დონეს მაინც და უნდა გქონდეთ ასევე უკვე სერტიფიკატი, გოეთეს სერტიფიკატი. ან სხვათა შორის ილიას უნივერსიტეტში ტარდება ეგ გამოცდა OSD. თუ ხართ ინფორმირებულები, არის შეძლები ხართ ინფორმირებული. გერმანულის მიმართულებით არა. კი ბატონო, ანუ ილიას უნივერსიტეტს აქვს ზუსტად ეგ შესაძლებლობა, რომ აქ ბარდება OSD-ს გამოცდა. OSD იგივე არის, რაც გოეთე ფაქტიურად, იგივე წონის ტესტებიც კი მსგავსი აქვს, შეგიძლიათ გადახედოთ. უბრალოდ გაცილებით ხელმისაწვდომია ფინანსურად. გოეთე უფრო ძვირია და OSD
შედარებით ნაკლები. ჩვეულებრივად ილუქება ეს გამოცდის ისინი იგზავნება ავსტრიაში და იქიდან ჩამოდის მერე პასუხები არ გეკონოთ რომ ეს არ კეთდება. ჩვეულებრივად იქიდან ღებულობ სერტიფიკატს. და იგივენაირად ვალიდურია საერთოში როგორც გოეთეს სერტიფიკატი. და შეგიძლიათ მოკლედ მოიძიოთ ახლა რა განხრებში შეგიძლიათ FSJT-ის გაკეთება. FSJT-ის გაკეთება შეგიძლიათ საბავშვო ბაღში. კინდჰაიმები რო არის ეს ბავშვთა სახლები თვითონ, სამონტყოფოები, მოვლასაც განიხილავს რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადად შავი საქმე, არის ასევე აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, ან ინვალიდ ბავშვებთან. მე ვურჩევდი ახლა აი ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას ძირითადად ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სამედიცინო გამოცდილებაც. იმიტომ რომ ცოტა რთულია. თუ არ გაქვს სამედიცინო გამოცდილება და აი ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვებისთვის, იმიტომ არის ეს ყველაფერი მარტივი, რომ უმეტეს ნაწილად ჩვენი სტუდენტები მუშაობენ აქ კლინიკებში. და ფაქტიურად აქ რასაც აკეთებენ კლინიკაში, იგივე საქმიანობის გაკეთება უწევთ იქაც. აი ამ მოხალისე პროგრამა, ეს არის მოხალისე პროგრამა და არის ძალიან დაბალ ანაზღაურებადი 250 ევროდან იწყება და ყველაზე ბევრი მე მგონი არის 700 евро. BFT ჯობია იმ განხრით, რომ BFT-ში ცოტა კიდევ მეტი არის ხელფასი, თითქმის იგივე არის, უბრალოდ განსხვავება არის ასაკობრივი ზღვარი. FSJT არის იგივენაირად როგორც აუპაიერი პროგრამა 26 წლამდე, 18-დან 26 წლამდე და BFT-ზე ასაკი არ არის შეზღუდული. მაგრამ იგივე განხრებია ზუსტად. შეგიძლიათ სამონტყოფოში, კლინიკაში, ძირითადად უფრო საბავშვო ბაღებში, აი სოციალ-პედაგოგიკას რაც მოიცავს, მოკლედ ვთქვათ რა, აი ძირითადად სამედიცინო განათლებას ითხოვენ აუცილებლად პირობაა თუ სასურველია უბრალოდ? სასურველი, ამას ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თორე ისინი არ ითხოვენ. და განათლების მხრივ აი რა არის მაგალითად აუცილებელი პირობა, რა ტიპის განათლება უნდა ქონდეს საშუალო უმაღლესი თუ რა დააკმაყოფილებს ამ შეგიძლიათ 18 წლისაც იყოთ და მხოლოდ სკოლა გქონდეთ დამთავრებული, მანდ არ არის მოთხოვნა, ეგეთ იმიტომ რომ ეს არის როგორც გითხარით მოხალისეობრივი წელი. ეს გეთქვათ უბრალოდ პლუსში. ხა ევროპაში ეს ძალიან მიღებული წესჩვეულება არის, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ევროპის მოქალაქე მიდის აფრიკაში, ან სხვადასხვა ქვეყნებში და ღებულობენ მონაწილეობას მსგავს პროგრამებში, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ მათ რეზიუმეში პლუსად ეთვლებათ. ну ძალიან კარგი არის როცა ამ პროგრამას გაივლე. უბრალოდ მე ვამბობ ჩვენთვის ქართველებისთვის რომ რაღაც თუ კი ენა იცი უკეთესად, ეს არის ასე ვთქვათ დაკარგული წელი და მე ვურჩევდი მაგალითად რომ FSJT-ის მაგივრად გააკეთონ პირდაპირ უკვე აუსბილდუნგი. და აი აუპე არის მსგავსად აქაც მასპინძელ ოჯახში მიდიხარ თუ? არა. არანაირად. აქ უკვე ხართ ჩვეულებრივად თუ აქვს ამ კლინიკას ან საბავშვო ბაღს თავისი საკუთარი კამპუსები, ამ შემთხვევაში ცხოვრობთ იქ, თუ არა და მაშინ თვითონ უნდა მოიციონ. ბინა, ხშირ შემთხვევაში ბინას უფინანსებენ, არის ასევე ისეთი სოციალური წლებიც, რომლებიც ენის კურსაც უფინანსებენ თუ სათანადოდ არ იციან გერმანული, მაგრამ თვითონ საერთო ვიზას არ გასცემს, აქვე თუ არ გაქვს დაახლოებით A2 გოეთეს სერტიფიკატი მაინც. ანუ ეს კარგი, მაშინ ახლა ვისაუბროთ უკვე აუსბილდუნგზე. რა პროგრამა, რას გულისხმობს, რა მოთხოვნები შეიძლება ქონდეს ასაკის მხრივ, განათლების მხრივ და ასე შემდეგ. და რომელ სფეროებში ყველაზე მოთხოვნადი ეს პროგრამა? აუსბილდუნგს ასაკი არ აქვს, ანუ შეუზღუდავი ასაკით არის 18 წლიდან იწყება, უბრალოდ გააჩნია თვითონ მოთხოვნებს. ანუ განცხადება როცა იდება აუსბილდუნგის იქ უწერიათ, მაგალითად ახლა ხშირად ხომ მერსედესის ქარხნიდან, ან რომელიღაცა საკმაოდ ისეთი ცნობილი ბოში სიმენსიდან და წერია იქ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ. არის კაუფმენიში, არის ბიურო ფახმან, არის IT, ხო? ანუ ზოგს აუცილებლად სჭირდება უნივერსიტეტის განათლებაც, მაგალითად IT-ს. ხო, ითხოვენ გამოცდილებას, ითხოვენ უნივერსიტეტის დასრულებასაც, მაგრამ არის მაგალითად განხრები, სადაც უწერიათ, რომ შულაბსოლუცია, ანუ სკოლის დასრულება არის სრულიად საკმარისი.
და არ არის იქ აუცილებელი, რომ გქონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული. როგორც გითხარით, ანუ განხრაზეა დამოკიდებული თქვენ თვითონ რომელ განხრას შეარჩევთ. წესით აბსოლუტურად ნებისმიერი განხრა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. გარდა მედიცინის სფერო არის შეზღუდული. მედიცინის სფეროში შეგიძლიათ გააკეთოთ მაგალითად კბილის ტექნიკოსის დამხმარეთ. ყავს ძალიან ბევრი ბავშვი, ვისაც ეგ აუსბილდუნგი გაუკეთებია. ასევე ფლეგე, მოხუცების ან ჩვილების ბავშვების მოვლა, რასაც ითვალისწინებს, ანუ ჩვენთან როგორ თქვა, ეგთან ის სანიტარი ეგთანზე კიდე სხვანაირი სერტიფიკატი ჭირდება, რომ ეგთნად იმუშაო, მასე მარტივი არ არის, ანუ პირდაპირ ჩვენი დამთავრებული დიპლომი უნდა იქნას აღიარებული. რომ იქ შეძლოთ მე ეგთნად მუშაობა უფრო სანიტრის შავი საქმე რომ ვთქვა. მაგრამ იქ საკმაოდ ისეთი დაფასებული პროფესია და საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც აქვს ფლეგის განხრას. რამდენ ხანს გრძელდება ეს პროგრამა? 3 წლიანი არის, თუმცა შეგიძლიათ რომ 2 წელიწადში შეწყვეტოთ. უბრალოდ ეს კვალიფიკაციის მიხედვით და მე არსებობს კიდე აუსბილდუნგის მერე ფორტბილდუნგი. ანუ ფორტბილდუნგი არის კიდევ ცოტა მეტი განვითარება თუ გჭირდება რაიმე კონკრეტულ პროფესიაზე, აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მე ფორტბილდუნგიც გააკეთოთ. უბრალოდ აი ერთი პატარა რაღაც უნდა აღნიშნო, ხა მე მყავდა ერთ ძალიან კარგი გოგონა, რომელსაც ჰქონდა სამედიცინო უნივერსიტეტი აქ დამთავრებული და მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში უკვე, სხვათა შორის იუნიორ ანუ პატარა ექიმადაც კი და ამ გოგოს საერთოდ უთხრა უარი, ანუ არ გაუშვეს თუ კარგად მახსოვს სტომატოლოგიის განხრით მუშაობდი აუსბილდუნგზე და არ მისცეს ვიზა. და განსხვავებულიც კი იყო მე მგონი ჩვენზე იმ პერიოდში, მაგრამ იმდენად კარგი რეზიუმე ჰქონდა, რომ ეჭვი შეეპარათ იმაში, რომ ის ამას არ დაასრულებდა, არ გამოიყენებდა და უბრალოდ რა ვიზის გამოჭირდებოდა რა. აი ამას აქცევენ გერმანელები ყურადღებას, ანუ თლად რაღაცა ისეთი რეზიუმე თუ გაქვს რომ ხარ შემდგარი პიროვნება ძალიან გაგიჭირდება იქვე რომ შენ აუსბილდუნგის ადგილი მოძებნო, იმიტომ რომ აუსბილდუნგი არის ასე ვთქვათ უფრო რაღაც კონკრეტული პროფესია. და აქ თუ ხა უნივერსიტეტის დაამთავრე, ყველანაირი გამოცდილება გაქვს, კლინიკაში ნამუშევარი გაქვს, მე რა თქმა უნდა რომ გაუჩნდებათ ეჭვი რომ კიდევ იცით რა მაინტერესებს აუსბილდუნგის პროგრამის დამთავრების შემდეგ თუ აქვს ადამიანის შესაძლებლობა რომ ამ პროფესიაში დარჩეს მუდმივი დასაქმების კონტრაქტით და გაიგრძელოს სამუშაო ვიზა. კი, ადრე იყო, მაგრამ ეხლა 3 წლის მერე ჩვეულებრივად, ანუ როგორც კი დაამთავრებთ, რა თქმა უნდა, ოღონდ კარგულაზე უნდა დაასრულოთ, ისე არა. ანუ გერმანიაში კულებს ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და თუ კი კარგულაზე დაამთავრებთ, თვითონ იმ ფირმაში, სადაც გააკეთებთ აუსბილდუნგსაც, აქვთ უფლება, რომ დაგიდოვო ჩვეულებრივად. ანუ აუსბილდუნგი კეთდება რესტორანშიც, გასტრონომიაში, მაკდონალდსში, ბურგერ კინგში, რა ვიცი, ყველა დიდ ფირმაში, როგორც აღარ აღნიშნე Mercedes-ი, Bosch-ი, Siemens-ი და ასე შემდეგ, უბრალოდ გააჩნია თქვენ სად გაგიმართლებთ. შეზღუდულია ზოგადად ადგილები და უნდა დაიწყოს დაახლოებით წელიწადნახევარი წლით ადრე ამ აუსბილდუნგის ადგილის მოძიება. ეხლა ვისაუბროთ მოკლედიანი დასაქმების პროგრამაზეც კურსმისტიკება შეფთიგუნგი, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადია გვაქვს. და ვის შეუძლია რომ ჩაერთოს ამ მოკლედიან დასაქმებაში რა ვადებს მოიცავს, მაგალითად რა სამუშაო პერიოდებს რამდენი ხანი გრძელდება და რაიმე სპეციალური საბუთების შევსება დასჭირდება თუ არა და როგორ ხდება ამ განცხადების შევსება. დაახლოებით 2 წელიწადია ეს შესაძლებლობა გვაქვს, კურსმისტიკება შეფთიგუნგი ქვია ამ პროგრამას. არის 3 თვიანი, 6 თვიანი და 8 თვიანი. ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა, უბრალოდ ეს არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც არის მაგალითად ფერიენჯობი. აქ ესე ჯგუფურად რაღაც გარკვეულ ფირმაში რომ მიდიან 10 კაცი და 20 კაცი ეს ცოტა ჭირს. თუმცა ერთადერთი საშუალება არის მოგონი ფოსტაში, DHL-ში, სადაც შედარებით მეტი რაოდენობის ხალხი საქმდება. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, ჩვენი მართვის მოწმობა არ არის გერმანიაში აღიარებული 6 თვეზე მეტი, მხოლოდ 6 თვე გაქვთ ჩვენი მართვის მოწმობით გერმანიაში სიარულით უფლება, აქედან გამომდინარე მხოლოდ 6 თვიანია.
მაგრამ არის სამთვიანებიც, აი მაგალითად უცებ თუ ჭირდება ფირმას სამი თვით პიროვნება, შეუძლია რომ გააკეთოს განაცხადი და წაიყვანოს სამი თვით. უბრალოდ ეხლა სამ თვიანზე რა არის გასათვალისწინებელი? სახელმწიფო შტოიერები, DRG-ები. ანუ თუ ფერიან ბეშეფტიგუნგზე მხოლოდ და მხოლოდ გაცლიან შტოიერს, ანუ DRG-ს, ფერიან kurzfristige Beschäftigungsზე უნდა გაითვალისწინოთ, რომ არაცლიან დაზღვევას საპენსიოს პლუს DRG-საც ხო ჩვეულებრივად გაცლიან, ну საკმაოდ ბევრი რაღაცა არის და აქედან პენსია არ გიბრუნდებათ. არც დაზღვევა არ გიბრუნდებათ, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი დაზღვევა არის, ისე როგორც ჩვეულებრივ ნებისმიერ გერმანელს აქვს იქ, ვისაც ცხოვრების უფლება აქვს და შეგიძლიათ რა თქმა უნდა ეს დაზღვევა გამოიყენოს და მივართოთ ექიმს, თუ რაღაცა დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ დაგაჭიროთ, მაგრამ ფინანსურად ის ხელფასი არ არის, რა ხელფასიც ფერიან ჯობზე გამოსდით სტუდენტებს. და ეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და აქედან გამომდინარე სამი თვით რამდენად ღირს ფინანსური კუთხით და ფინანსური კუთხით აღნიშნავ, ეგ თვითონ უკვე სტუდენტმა უნდა იცოდეს. და გარდა ამისა, მე კიდევ ერთი რას დავამატებდი, იცი, თუ მაინც kurzfristige Beschäftigungით მიდიხარ, ურჩევდი რომ ენა იცოდეს ძალიან კარგად, მართლა ძალიან კარგად იცოდეს და წავიდეს აუცილებლად 6 ან 8 თვიანი ვიზით და რატო თუ სამომავლოდ აპირებს რომ გააკეთოს აუსბილდუნგი, შეუძლია რომ საქართველოში ჩამოსვლის გარეშე. ხო, აი ეს ვიზა გადაიგრძელოს აუსბილდუნგით. უბრალოდ რა თქმა უნდა, იმ პერიოდის განმავლობაში სანამ დასრულდება მისი ვიზა, ეს 6 თვიანი იქნება თუ 8 თვიანი, აუცილებელი არის რომ ადგილი იქნას მოძიებული და ვიზიტი კონდეს, რაც თავარია Ausländer Behördeში გაკეთებული, რომ შეიტანოს განაცხადი ვიზის გადაკეთებაზე. ანუ ეგ პროგრამა გაძლევს დარჩენის საშუალებას. კი ბატონო. ხო განვიხილოთ ახლა 4 სხვადასხვა პროგრამა. საბოლოოდ რომ შევადაროთ მათი პლუსები და მინუსები და რომელი პროგრამით ექნება ახალგაზრდას ყველაზე მეტი შანსი რომ დარჩეს დიდი ხნით, თუ მაგალითად გერმანიაში მომდება დარჩენა და მუშაობის გაგრძელება. ну აი ეს პერსპექტივა რომელ პროგრამაში მეტად ექნება. როგორც უკვე აღნიშნე, ეს პროგრამები აი ცივი თითქმის ერთმანეთზეა მიბმული. თავარი არის რომ ახალგაზრდა მიცოდეს გერმანული ენა ძალიან კარგად. იმიტომ რომ გერმანული ენის გარეშე გერმანიაში ინტეგრაცია და თავის დამკვიდრება არის ძალიან რთული. ანუ გერმანული ენის ზონა ეს არის ერთგვარი გერმანელები როგორც იტყვიან muss. ანუ ვალდებულება უნდა იცოდე. თუ გინდა რომ იქ თავი დაიმკვიდრო, თუ გინდა რომ იქ შენი საკუთარი თავი იპოვო და მით უმეტეს შენი საკუთარი უფლებების დაცვა შეძლო. იმიტომ რომ გამოიყენებენ მარტივად იმას, რომ რაღაც არ იცი და შეუძლია რომ მაგალითად ისეთი რაღაცებიც დაგავალონ, რაც თქვენს ხელშეკრულებაში არ წერია. ხო, ან დაგაგლონ ხელფასია, ზედმეტი გამუშავონ და არ გადაგიხადონ და ამ ბოლო დროს ქონია ეგეთი ფაქტები, თუმცა იმ პერიოდში როცა მე იქ ცხოვრობდი ძალიან ნაკლებად, მაგრამ ეხლა სამწუხაროდ მესმის სტუდენტებისაგან, რომ მსგავსი ფაქტები მომრავლდა, არ ვიცი რატო, როგორ რა პრაქტიკაა ეს, მაგრამ ფაქტია არის. მაგრამ როცა უკვე გერმანული იცი, როცა უკვე შეგიძლია მას აუხსნა, კანონებით ელაპარაკო კანონის ენით, ხო? მე უკვე ცოტა სხვა არის. ნებისმიერ პროგრამას, აი თუნდაც იგივე აი აუპაიერ პროგრამაზე როგორც გითხარით, A1, A2 არის საკმარისი, ხო, მაგრამ მე ვურჩევდი ბავშვებს, რომ გაცილებით მეტი იცოდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახში ინტეგრაცია გაცილებით მარტივად მოახდინონ, გაცილებით მარტივად შეაყვარონ თავით, რომ როგორ არის იცი ბავშვის და აუპაიერის ურთიერთობა შენ არ უნდა იჯდე და არ უნდა დაელოდო რომ ის ბავშვი შენთან მოვა. ანუ შენ უნდა იყო აქტიური, შენ უნდა დაინტერესო ის ბავშვი, უნდა დაიწყო თუნდაც იგივე რაღაცის ძერწვა, რაღაცის გაკეთება, რომ ის ბავშვი შენ მიიზიდო. თუ არ გაქვს ენის ცოდნა საკმარისი ბაზა, ვერ მიიზიდავ იმ ბავშვს და ვერ დააინტერესებ, ხო უნდა აუხსნა იმას ელემენტარულად რაღაცა. ჩემს შემთხვევაში ეს მაგალითად ძალიან დიდი ბარიერი იყო,
იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დამჩნევდნენ კიდევაც რაღაცას, რომ ან ვერ ვიგებდი, ან ვერ ვიმეორებდი, ან ელემენტარულად რომ ტექნიკაზე რომ რაღაცას გიხსნიან გერმანულ ენად, რომ ეს ანუ შეგიხედავ პრაქტიკულად რა როგორი ირთვება და ასე შემდეგ ხო რა თქმა უნდა, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ პერიოდში ჩვენთან მსგავსი სარეცხის მანქანები ან ჭურჭლის მანქანა არ არსებობდა, ფიზიკურად არ იყო იმ პერიოდში და ცოტა რთული იყო, სანამ გასწავლიდნენ, ხო? აი ეს ასე ვთქვათ, კომუნიკაცია იყო რთული. და ზუსტად მაგიტომ ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება კარგად იცოდნენ ენა. კი, მესმის, რომ ძალიან ბევრია, რომ აი ოღონდაც წავიდე და ოღონდაც გავიდე და არა უშავს რაღაცას ვიზავ. ანუ მასე არ არის რა, რომ აი ოღონდაც ნებისმიერ პროგრამას ჭირდება სათანადო ენის ცოდნა. და როგორც გითხარით, აუპაიერი ვიზა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვიზა, იმ მხრივ, რომ შეგიძლია მერე გადაიკეთო Sprachvisumit, FSJ-ის, BFD, Ausbildung-ი, ნებისმიერ პროგრამაზე შეგიძლია გადაიგრძელო, უბრალოდ როგორც გითხარით, სანამ გაგივა დრო, უნდა წინასწარ თადარიგი დაიჭირო, თუნდაც 6 თვის მერე უკვე, ჩასვლიდან 6 თვის მერე უკვე უნდა იზრუნო. შეიძლება მალევეც დაიწყო, იმიტომ რომ აუპაიერ პროგრამა შეგიძლია 6 თვის მერე შეწყვიტო და დაიწყო უკვე სხვა პროგრამა. თუ დავუშვათ ვერ ერგები ოჯახს. და აი ბოლოს კენ მაინტერესებს უკვე ფინანსური მზაობა, აი რა ტიპის მზაობა ჭირდება ადამიანს ფინანსურად, სანამ წავა, რა ხარჯები ექნება მას დასაფარი და როგორ უნდა დარწმუნდეს დამსაქმებლის სანდოობაში. ეს რომელ პროგრამასთან დაკავშირებით? ყველა პროგრამასთან. ეხლა უყურეთ ეხლა როგორ ვარჩევ მე პირადად ოჯახებს, როგორ ვურჩევ? ჯერ რა თქმა უნდა შესაბამისი ხობი. ანუ ხო ვუყურებ, ისიც იწერება, ისიც იწერება. რა აქვთ? ხობი, ინტერესები, ну სასურველია რომ ერთნაირი ინტერესები გქონდეთ. მე მაქსიმალურად ვუყურებ ხოლმე რომ რა საქმიანობს გასთვალილი, ანუ ოჯახი. თუ კი ეხლა ოჯახი არიან ექიმები, პედაგოგები, იურისტები, ძალიან ხშირად არის ესეთი ფაქტები, ხო? ანუ მათთან მენტალურად გაცილებით მარტივია. ხვდებით, ვიდრე ის, რომ არის რესტორნის მეპატრონე და ანუ ძალიან დიდ ფოდიშს მოვხდი ყველას, არ გიგონოთ, რომ ვინმეს პროფესიას ან შევურაცხყოფ, ან რაღაცას. მე მინდა რომ სწორად გამიგოთ. ძალიან გთხოვთ, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ რაც მეტად განვითარებულია ოჯახი სწავლისხმით, აკადემიურ სფეროში, დიახ, მით უფრო მეტი მზაობა აქვს აუპაიერის მიღების და გაცილებით უფრო მეტად ეხმარებიან სამომავლოდაც. აი მაგალითად ეხლა თუ აქ არის სამედიცინო უნივერსიტეტი დამთავრებული, ხო? ამბობს ვურჩევ ხოლმე რომ წავიდეს ისეთ ოჯახში, რომლებიც არიან ექიმები, იმიტომ რომ ისინი გზას უკვალავენ. ანუ ყოფილა შემთხვევა, რომ აი სტომატოლოგებს დაუტოვებიათ თავიანთ კლინიკაში მერე ეს ბავშვი და იქ გაუკეთებია Ausbildung-ი. მიხდით, ანუ რაღაც გარკვეულ დონეზე უმარტივდებათ. თუმცა კარგად მინდა და სწორად მინდა ეს გაიგოთ. მე არავის არ შეურაცხყოფას ვაყენებ, არც არაფერს. უმრავლოება რა თქმა უნდა ადამიანში ყველაზე პირველი არის. უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ თვითონ რახან ჩვენ ამხელა ნაბიჯს დგავთ და აი ესეთ შორ მანძილზე მივდივართ ოჯახის გარეშე, არემ ავარჩიოთ ის, რაც სასურველია. ანუ საერთო ინტერესები კი ბატონო, ჯობია რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია კი და მე როგორც გითხარით, ეხლა თუ არის საკმაოდ ისეთი ეროდი, რომ ბავშვები სხვანაირად აღსtildeებით ყავთ, მე იმათ უფრო უჯერებენ აუპაიერს, უფრო მეტი მზაობა აქვთ ახალი პირის მიღების. Ну, ასაკს რაც შეეხება ბავშვების, მე ვურჩევდი იმისათვის, რომ ენა მარტივად ისწავლონ, წავიდნენ დაახლოებით 3 წლიდან 12 წლის ჩათვლით. და რატო? ანუ თოთოსთან ენა გაგიჭირდება რომ ისწავლო. ხო? ანუ თოთოსთან კი ძალიან საყვარლებია ენის თოთოები და ძალიან კარგი არის მათი მოვლა, მაგრამ ახლა ფეხადგმული არის ძალიან საპასუხისმგებლო. აი, ძალიან საპასუხისმგებლო თორე სახში თუ ვინმეს ყოლია იცის რამდენი თალყური ჭირდება აი ამ პატარას.
და 3 წლიდან არის გაცილებით მარტივი, იმიტომ რომ ჩაკიდებ ხელს, გაიგენ, ფეხბურთს ათამაშებ, რა ვიცი, 1000 აქტივობით შეგიძლია რომ დააკავნო ტექნიკა, იქ გამორიცხულია ძალიან არ უყვართ ოჯახებს, თუ კი აუპაიერი მობილურს ჩაურთავს ან ტელევიზორს და ამით ეკავს ეგ პრაქტიკა გერმანიაში არ არის. არ უყვართ, ძალიან არ უყვართ თანაც. ანუ ჯობია იქ ოჯახში მობილური არ გამოიყენო მით უმეტეს ბავშვთან. და სკოლის ასაკი ხომ თლად უკეთესია, იმიტომ რომ თუ კი თვითონ აუპაიერსაც ექნება მზაობა, შეუძლია დაждდეს და მასთან ერთად გააკეთოს გაკვეთილები, ხო? იმეცადინოს ამ ბავშვთან ერთად და გაცილებით მარტივად და მალე ისწავლის ენას. ანუ ეს ყველაზე კარგი პრაქტიკა არის, აი პირველ, მეორე, მესამე კლასელ ბავშვთან თუ კი იქნება დაკავებული. აჰა. ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი სტუმარი იყავით დღეს. და მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ლეას სოციალურ არხებს და მის სამართებს დავტოვებთ ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ ჩვენს დაგვეკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე დაუკავშირდეთ ქალბატონ ლეას. მადლობა რომ გვიყურეთ და მადლობას ვუხდი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლატორია უნილაბს, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი და უზრუნველყოფს გადასაღები ტექნიკით და გადასაღები სივრცით. მადლობა თქვენ.